და ძალიან მიხარია რომ მე დღეს შევძლებ რომ მთელ საქართველოს გავაცნო ჩემი ძალიან საყვარელი მოძღვარი და მე არასოდეს ამ სიტყვაზე უკან არ ვიხებ ჩემი მართლაც რომ საუკეთესო მეგობარი მოგესალმები მამაო მადლობა რომ მოხვედი და კიდევ მნიშვნელოვანი რამ რაც უნდა აღვნიშნო მამაოსთან დაკავშირებით ის გახლავთ ბერი უკვე ვთქვი რომ მიღუმენი არის მაგრამ ამავდროულად გახლავთ ექიმი ტრავმატოლოგი მოქმედი ის დგას წარმოიდგინეთ ძალიან ხშირად დგას ხოლმე წირვაზე შემდეგ გარბის აკეთებს ოპერაციებს და მართლა დღე და ღამე ზრუნავს ადამიანების როგორც სულზე ასევე ხორცზე და მადლობა ამისთვის კიდევ ერთხელ და მოდით ამ მიმართულებით ვისაუბროთ ძალიან რთულია ეს ორი პროფესია შეათავსო ვიცი რომ ბევრი ადამიანი გაკრიტიკებდათ კიდევაც თუმცა რამდენად შეთავსებადია ეს ყველაფერი მადლობა ეკო მართლაც დიდია განცდა როდესაც ადამიანი ფაქტიურად მობარებულია შენზე იმისათვის რომ ის ღვთის გზაზე დააყენო და მას ერთი წუთითაც კი არ უნდა წაართვა ის დრო რომელიც მას ეკუთვნის და სწორედ აი ერთადერთი რაც ჩემს საექიმო პრაქტიკას შეიძლებოდა რომ ხელი შეშლა ქონოდა ჩემს სასულიერო ასე ვთქვათ პრაქტიკასთან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს რომ არ დამეთმო ის დრო რომელიც სხვას ეკუთვნოდა და მადლობა ღმერთს რაღაცნაირად ისე დაალაგდა ეს ყველაფერი რომ სამსახურში კლინიკაში სადაც ჩემ გუნდთან ერთად მუშაობთ და ვემსახურებით პაციენტებს ძალიან მეხმარებიან გვერდში მიდგანან და როდესაც საჭირო ვარ მონასტერში ჩემი სულიერი შვილებისათვის და მონასტრის საძმოსასთვის დროს მაძლევენ იმისათვის რომ კლინიკას ცოტა ხანი დრო წავართვა და უმთავრეს ჩემთვის მთავარ პროფესიას, ჩემთვის მთავარ ცხოვრების საზრის სასულიერო პრაქტიკას მიუბრუნდე და დაუთმო დრო მას. რაც შეეხება პრაქტიკულ მედიცინას, რომელიც უწმინდესის ლოცვა კურთხევით მომეცა მე საშუალება რომ გამეგრძელებინა, ესეც ერთგვარი რაღაც მისიონერული ნაბიჯი იყო და არაერთი ადამიანი მოვიდა ეკლესიაში სწორედ იმის გამო რომ იქ მომიწია პაციენტებთან ქრისტეს სიტყვის მიტანა, იქ მომიწია არამხოლოდ პაციენტებთან, თანამშრომლებთანაც კი და ეკო ისი შენ რამდენი ნახევარი კლინიკა დადის უკვე ჩვენთან მისიონში. ბატონო კლინიკის თანამშრომელი ექიმი დგას წირვაზე და მადლობა ღმერთს რომ მათ მიეცათ საშუალება როგორც მეგობარი ჯერ კლინიკაში დავმეგობრდით გამიცნეს და დაახლოვდით და მე მივხვდი რომ შეუძლიათ სასულიერო მიმართულებითაც მე მეგობრონ და ასე ვთქვათ მენდონ კი ბატონო და ეს ნდობა ღვთის წყალობით ჯერჯერობით გამართლებულია და რა ვიცი შევძლებთ ალბათ რომ ბოლომდე ესე გავაგრძელებთ. ძალიან დიდი მადლობა.